ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2017 წელი ამოცანა ნომერი 28. ნახატზე გამოსახულია სინათლის სხივის ცვლა წყლიდან ჰაერშიო, ნახატის მონაცემების მიხედვით განსაზღვრეთ წყლის გარდატეხის აბსოლუტური მაჩვენებელი, ჰაერის გარდატეხის აბსოლუტური მაჩვენებელი ერთი სწორად შეგვიძლია ჩავთვალოთ. კარგით, ესე იგი ჩვენ გვაქვს წყალი, წყლიდან გადადის ჰაერში, ეს ჩვენი სხივი და მოდით ამის რაც გასაკეთებლად გამოვიყენოთ სნელის კანონი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში n1 სინუს ალფა ტოლი არის n2 სინუს ბეტასი. სადაც n1 არის პირველი გარემოს გარდატეხის მაჩვენებელი, ალფა არის დაცემის კუთხე, n2 არის მეორე გარემოს გარდატეხის მაჩვენებელი, გამრავლებული არის გარდატეხის კუთხის სინუსთან, ხო? აქედან ახლა ჩვენ პირველი გარემო n1 გვაქვს, ხო, წყალი, რომელიცაც გვეკითხებიან, არ ვიცით. მეორე გარემო, ესე იგი ეს არის პირველი გარემო, ეს არის მეორე გარემო, პირველი გარემო და წყლიდან სხივი გადადის მეორე გარემოს ჰაერში. პირველი გარემოს გარდატეხის მაჩვენებელი არ ვიცით, რადგან წყლის გარდატეხის მაჩვენებელს გვეკითხებიან, თუმცა ჰაერის გარდატეხის მაჩვენებელი n2 უდრის 1-ო, შეგვიძლია გავითვალისწინოთ და აი ამ ფორმულიდან ფაქტიურად ჩვენ განსაზღვრული გვაქვს n1, ხო? აქედან n1 ტოლი იქნება სინუს ბეტა შეფარდებული სინუს ალფაზე გამრავლებული n2-ზე კიდე ამაზე, მაგრამ n2 ხო ერთის ტოლი არის, ამიტომ შეგვიძლია ეს არც გავითვალისწინოთ. არც დავწეროთ უბრალოდ. ფაქტიურად ჩვენ ახლა ეს შეფარდება თუ ვიპოვეთ, პირველი გარემო თუ არის წყლის გარდატეხის მაჩვენებელი გვეცოდინება. ამისთვის მოდით ახლა ვნახოთ რომელი არის ალფა და ბეტა რა კუთხეებია. დავუშვათ ამ გარდატეხის სადაც ზედაპირზე, სადაც გარდატეხა ხდება მართობები, აი ეს არის დაცემის კუთხე ალფა, აქაც თუ მართობს დავუშვებთ ასე, ეს არის გარდატეხის კუთხე ბეტა. ახლა დავაკვირდეთ, აი ამ სამკუთხედს რო დავაკვირდეთ, აი ამ სამკუთხედს. ალფა კუთხის მოპირდაპირე კათეტი არის 3 ერთეული და მიმდებარე კათეტი არის 4 ერთეული. შესაბამისად, მართკუთხა სამკუთხედია, პითაგორას რიცხვებია 3, 4, პითაგორას თეორემით თუ დავთვლით, ეს გამოგვდის 5-ის ტოლი, ჰიპოტენუზა, ანალოგიურად აქაც მოვიქცევით ასე, ეს არის 3 ერთეული, ეს არის 4 ერთეული, 1, 2, 3, 4, ეს გამოგვდის 5 ერთეული. შესაბამისად, რა გამოგვდის ახლა? სინუს ალფა რის ტოლი იქნება? სინუს ალფა, აი ამ მართკუთხა სამკუთხედიდან იქნება მოპირდაპირე კათეტის შეფარდება, 3-ის შეფარდება ჰიპოტენუზასთან, ხო? 5-თან. სინუს ბეტა იქნება ტოლი, სინუს ბეტა ტოლი იქნება, მოპირდაპირე კათეტი აქაც 4 შეფარდებული ჰიპოტენუზასთან 5-თან. შესაბამისად, სინუს ბეტა თუ შევაფარდებ სინუს ალფასთან, ესე იგი სინუს ბეტა არის 4/5. უნდა გავყოთ ჩვენ ამ გავამრავლოთ სინუს ალფას შებრუნებულ სიდიდეზე 5/3-ზე. ეს ხუთები შევეკვეცება და გვრჩება ტოლი ეს 4/3. შესაბამისად, საბოლოოდ თუ დავწერთ პასუხს n1 წყლის გარდატეხის მაჩვენებელი ტოლი ყოფილა 4/3. ეს არის რომელი პასუხი შევხედოთ? პასუხი D.